გუშინდელ ამბავზე რო ვილაპარაკოთ, რაც და 17 ადამიანი ახლაც დაკავებული, ხო? როგორი არის თქვენი ხედვა პარტიაში და კოალიციაში ამ საკითხის მიმართ, ამ პრობლემის მიმართ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მრავალ სოციალურ პრობლემას შორის ეს გამოსახლებები და ასე ვთქვათ, ბინად სარგებლობის პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა არის ბოლო პერიოდში, რაც ჩვენს ქვეყანაში არის. სამწუხაროდ ამის გადაწყვეტის გზას ვერ ვხედავთ ერთ-ერთი მიმართულებით, ვერც მერია, ვერც სხვა ორგანოები ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და ფაქტობრივად ისინი ყოველ ჯერზე არიან ფოკუსირებული იმაზე, რომ რაღაცნაირად ზიანი გადაავადონ, რაღაცნაირად ხელი გაიშვირონ სხვისკენ და აი ამ რაღაცა პროპაგანდის ნიაღვარში რეალური პრობლემების მოგვარება ისე გვერდზე გადადონ. გუშინ 17 ადამიანი დააკავეს, ვიცით, მათ შორის მაცხოვრებლები, მათ შორის აქტივისტები. ნუ აქ არის ხოლმე დისკუსია, რომ როგორ ეხა თუ კერძო მესაკუთრე მოიგო რაღაც სასამართლო დავა, როგორ შეიძლება რომ იქ ვინმე საცხოვრებლად დარჩეს. ხო, რეალურად ეს პრობლემა ხო ესეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის. ჯერ ერთი ამ ქვეყანაში არც სასამართლოს აქვს დობა და არც ერთ სხვა ინსტიტუტს. შესაბამისად, ეს საზოგადოების ყველა ფინაში გამჯდარი არის ეს პრობლემა და სასამართლოს მიმართ უნდობლობა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ გამოიხატება. ეს არის მათ შორის ყოველ სოციალურ შრეში ეს უნდობლობა, ხო? გარდა ამისა, ეხა ხელისუფლების მიზანი ზოგადად არის ის, რომ მსგავს სოციალურ გამოწვევებს, როგორიც არის მაგალითად დევნილი მოსახლეობის ბინით დაკმაყოფილება ან რა ვიცი მაღაროელების შრომით უფლებებით დაცვა და ასე შემდეგ, ეს არის მათი მთავარი საზრუნავი. კალაძე კი არ უნდა გამოდიოდეს რაღაცა გარუჯული სახით და გვეუბნებოდეს, რომ ეს ჩვენი ბრალი არის და მე იქ არ მივალ და საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება. არამედ მას უნდა ქონდეს ადეკვატური შეთავაზება. ხო, ჩვენი ხედვა რაც არის და რაც არის ზოგადად ადეკვატური არის ის, რომ იმიტომ რომ მიზეზი რის გამოც ადამიანები არ თანხმდებიან, თქვათ ალტერნატიულ საცხოვრებლებს არ თანხმდებიან შეთავაზებულ ბინის ქირებს და ასე შემდეგ, ამის მიზეზი არის ის, რომ ეს არის არასამართლიანი შეთავაზება. ამ ადამიანებს თავაზობენ ასე ვთქვათ, არა ჯანსაღ და უღირს საცხოვრებელ პირობებს, ხო? ქირას, რომელსაც ისინი თავაზობენ, ამ შემთხვევაში მერია, ამ ადამიანებს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ოჯახები განთავსდნენ ადეკვატურად თავიანთ საცხოვრებლებში, ხო? ეს არის ამის მიზეზი, მეტი არაფერი, უბრალოდ ფულს ზოგავენ თუ რაღაც არ აინტერესებთ ეს თემა საერთოდ და ეს ხდება მე აი ამ სოციალური პრობლემების მიზეზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ ფული არ ენანებათ მაგალითად მათი დასვენებისთვის, სმაჭამისთვის, მანქანების გამოცვლისთვის ყოველწლიურად და უახლესი მოდელების შესყიდვისთვის. ხო, ვიცით, რომ პარლამენტარების ხელფასი გაზარდეს მაგალითად 10,000 ლარამდე. ოღონდ ის, რომ ბინის ქირა ადეკვატური მისცენ ოჯახებს, რომლებიც განთავსებული არიან მსგავს საცხოვრებლებში, ამისთვის ფული არ ემეტებათ და ეს კარგად აჩვენებს უბრალოდ პრიორიტეტი რა არის მათთვის. ხო, ეს არის პირადი კომფორტი და პირადი კეთილდღეობა და ეს სოციალური საჭიროებები, რაც ამ ადამიანებს აქვს, მათთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. მათთვის არის მხოლოდ რაღაცა საარჩევნო ამ ადამიანებზე ზეწოლის მოხდენა მნიშვნელოვანი, რაც ასე ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა და ეს მუდმივად ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს. დავით, თუ რა კითხვა უცრებოთ, როცა ვლაპარაკობთ ამ პრობლემაზე, ხო? აი ეს რეჟიმი ამბობს, რომ აი ჩვენ რა ვქნათ? აი არის სასამართლო გადაწყვეტილების ერთი, მეორე ავარიული შენობა, მესამე, ეხა ესენი რომ დავაკმაყოფილოთ, კიდე ამდენი მოგვადგება ასეთი, რომ სახლები მინდა თბილისში, ხო? რა არის ის ბალანსის პოვნა რაც შეიძლება, სადაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს საბაზისო საჭიროებებს ადამიანების ბავშვები ქუჩაში არის ცხოვრობენ, უსახლკაროდ არ იქნებიან, თავზეჭერი ექნებათ, საჭმელი ექნებათ და მეორე მხრივ არ შექმნი რაც სისტემას, სადაც რაც ბოროტი ქვენაზრახვის ადამიანები ისარგებლებენ ამითი და კიდევ სხვებს წაართმევენ რაღაცა სიკეთეებს. ხო, ჯანსაღი კრიტერიუმი უნდა იყოს, სხვა ლოგიკის, ასე ვთქვათ, ლოგიკის ფარგლებში უნდა იყოს. ხო, ადამიანებს, რომელსაც აქვს საჭიროება საცხოვრისის დაკმაყოფილების და რომლებიც მით უმეტეს არიან ისეთი წარსულის, როგორიც არის ამ შემთხვევაში დევნილები, ხო, რომელსაც იძულებით მოუწიათ გადაადგილება და დაკარგეს ყველაფერი საერთოდ რუსული ოკუპაციის გამო, ხო, რომელსაც ვერ ახსენებენ ეგეთ მნიშვნელოვან ჩრდილოეთის ოკუპაციის გამო, ეს ახსენებენ ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლები. ასეთ ადამიანებს, რომელსაც მსგავსი, ასე ვთქვათ, წარსული აქვს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს, უნდა შესთავაზოს რაღაცა ალტერნატიული საცხოვრებელი, უნდა შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა. ხო, ის რომ ამ ქვეყანაში კორუფცია ყვავის და ამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა აისახება მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებზე და რამდენიმე ასეულ ოჯახზე, ეგეც პრობლემა არის, იმიტომ რომ თუ ამ ქვეყანაში იქნება რეალური ასე თქვა შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურად განვითარდეს ადამიანის თავად დაიკმაყოფილებს ამ საჭიროებებს, ხო, რაღაც დროის შემდეგ, ხო, იმიტომ რომ მე რო დევნილი ვარ და საცხოვრებელი არ მაქვს, ჩემი უპირველესი საზრუნავი ის იქნება, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა მოიგვარო, ხო და არ უყურებია მათ შორის ხელისუფლებას და ჩვენთან ერთის მხრივ არც კერძო სექტორი არ ვითარდება და აქ ახალი ინვესტორი არ შემოდის და
ევროკავშირთან და ამერიკასთან აბსოლუტურად გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა და საით მივეხანებით საერთოდ გაუგებარია, ხოლო მეორეს მხრივ ბიუჯეტი ხელისუფლების, რომელიც რა ვიცი 30 მილიარდ დოლარამდე არის უკვე, თლიანად ფოკუსირებულია იმაზე, რომ პარტიული აქტივი დაასაქმონ რაღაცა რამდენიმე სამსახურში ერთდროულად, ზონდერები და GDD ყვებონ, რა ქვია, უამრავი რესურსით, მაგრამ ამ ადამიანებისთვის რომ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები იყოს შეთავაზებული, ეს კიდევ ასე ვთქვათ დაუსრულებელი, გადაუჭრელი პრობლემა არის. ეს დევნილები ხო რამდენი ადამიანი არის დაახლოებით 90,000 ოჯახი არის, რომელიც არის დევნილი საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ხო, ამ ადამიანების თქვათ, რაღაც ნაწილს დაკმაყოფილებული აქვს ეს საცხოვრისი ბინის ზოგმა კერძო პირობებით დაიკმაყოფილა, ზოგს ხელისუფლება დაიხმარა. რაც არის დარჩენილი, რა არის მამაში თქვათ გადაუჭრელი, რომ რაღაც ინვესტიცია ჩაიდოს და ეს ადამიანები საბოლოო ჯამში განთავსდნენ ღირსეულ საცხოვრებელში. ხო, ეს არის ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილება და თუ იარსებებს ამის პოლიტიკური ნება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბიუჯეტი არსებობს ამის. მაგრამ როგორც ჩანს ეს არ არის მათთვის მომგებიანი, როგორც ეს არ არის მათთვის საჭირო. გავშალოთ უფრო მეტად, ხო, აი კორუფციის მასშტაბთან დაკავშირებით რო ვილაპარაკოთ, რამდენად ყოვლისმომცველი არის ეს პრობლემა და რა ბუნება აქვს მას, როგორ დაახასიათებდი, როგორ მუშაობს ის, ვის სასარგებლოდ მუშაობს და თვითონ რეჟიმის ასე ვთქვათ, ამ სისტემის შიგნით ვინ სარგებლობს ამით, რა არის ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს? კი ბატონო, ტოტალური არის კორუფცია და არის როგორც ელიტური იმ გაგებით, რომ ქართული ოცნების მაღალი ჩინოსნები არიან რაღაცა ქაუბრ დამხვევ კორუფციაში გახმარული და მათ შორის ეს ბოლო სკანდალები, რაც ჩვენ რასაც თვალი ვადევნეთ, ხო, თორნიკე რიჯვაძის შემთხვევაში, ლილუაშვილის შემთხვევაში, სადაც ვიცით, რომ 100 მილიონ ლარს თხოვს მას ბიძინა ივანიშვილი, რომ მას მიუტანონ, იმიტომ რომ ისინი კორუფციაში არიან ბრალდებული, ეს კარგად გვაჩვენებს მასშტაბს, ხო? უბრალოდ ჩინოვნიკები, რომლებიც იყვნენ, რა ვიცი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები ან რაღაცა სამინისტროს ხელმძღვანელები, არიან 100 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, მიტაცებაში შემჩნეული თავად ქართული ოცნების მიერ. ეს არის მათ მიერ დადასტურებული, მათ შორის რომეო მიქაუტაძის დაკავება, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, იმდენს თხოვენ, ასე ვთქვათ, და იმდენს ედავებიან ამ კაცს 100 მილიონი ლარის მიტაცებას, რომ გასაგებია მასშტაბი რა არის. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რეგიონების დონეზე ეს აბსოლუტურად გავრცელებული არის და არ არსებობს ამ ქვეყანაში არც ერთი მუნიციპალიტეტი და არც ერთი, ასე ვთქვათ, ქალაქი, სადაც არ ხდება ადგილობრივი ფეოდალი, რომელსაც არ აქვს რაღაცა რესურსები მიტაცებული, ხო? და მე თვითონ ვანში ვარ, აქედან წარმოშობით და კარგად ვიცით, ყველასთვის საყვარელი, ასე ვთქვათ, გრიგორ ლილუაშვილი აქედან არის, მათ შორის მისი პროტეჟეებიც ამ რაიონში ძალიან ცნობილები არიან, საღდრესის ამფეთქებელი, მაგალითად ბიჭიკო პაიგიძე და ზუსტად ვიცით, რომ ვანის რესურსები თუ რაიმე არის, მაგალითად ქვის კარიერი, თუ რა ის არის ჰესები, თუ არის რაღაცა ნებისმიერი რესურსი, არის მიტაცებული და არის ამ ჯგუფის ხელში. და ეს ხალხი არის, როგორც რა ვიცი, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, მერები, ყველა ეს ხალხი არის ერთი ჯგუფი, ერთი კლანი და მათ აქვს მიტაცებული სრულად ეს ქონება და ამ პირობებში ხდება ის, რომ მათი ქონება იზრდება განუზომლად და მაგალითად ვანის მუნიციპალიტეტი იცლება. და ბოლო წელიწადში აქედან წავიდა მოსახლეობის 20%, 5000 კაცი წავიდა და მოსახლეობის 62% არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რაც არის არანორმალური რაოდენობა. ესე იგი, აქ ყოველ მეორე და უფრო მეტი ადამიანი არის უკიდურესად ღარიბი, ხო? ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ბოლო კვლევა, ფლანგვის დეტექტორს ჰქონდა, თქვათ, ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა არის ესეთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თითქოს ინიციატივა თავის დროზე 2022 წელს მთავრობის, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ საქართველოში არსებული სოციალურად დაუცველი ადამიანები დაესაქმებინათ რაღაცა ტიპის სამუშაოებზე, რა დროსაც მათ შეუნარჩუნდებოდა თან სოციალურად დაუცველთა სტატუსი და ეს დახმარება, ხოლო მეორეს მხრივ ეს სამსახური მათ თითქოს და დაეხმარებოდა სიღარიბის დაძლევაში. მოცემულობა მივიღეთ შემდეგნაირი. 2022-2024 წლებში ამ პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 240 მილიონი ლარი. საიდანაც დასაქმდა 54,000-მდე პირი, ზოგი სეზონურ სამუშაოზე, ზოგი ასე ვთქვათ, მუდმივ სამუშაოზე და მივიღეთ მოცემულობა, რომ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა ამ ქვეყანაში. ანუ ამ პროგრამის შედეგი არის ნული აბსოლუტურად და შედეგი სხვანაირად რო გადავთარგმნოთ, შედეგი არის ის, რომ დამამცირებელ პირობებში, იმიტომ რომ 300 ლარს უხდიან ამ სოციალურად დაუცველებს, ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ 300 ლარად გამდიდრებული სოციალურად დაუცველი ან 300 ლარად გამდიდრებული ადამიანი ამ ქვეყანაში, სადაც აფრიკული ქვეყნების სად არის შემოსავალი გვაქვს და სკანდინავიური ფასები მაღაზიებში, ხო? და საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ დაასაქმეს 10,000-ობით ადამიანი, არც ერთი ამ ადამიანს სიღარიბე არ დაუძლევია, გაიზარდა ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და 20% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, თითქმის 200,000 ქართული ოჯახი და სამაგიეროდ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან აქტიური, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის და დაშინების მსხვერპლები საარჩევნო პერიოდში. ამ ხალხს ჩვენ ვხედავთ არა იმ სამსახურებში, რაშიც არიან გაფორმებულები, არამედ ვხედავთ საარჩევნო შეკრებებზე ქართული ოცნებებს ვხედავთ
საარჩევნო ყუთებთან როგორ აძალებენ მათ ხმის მიცემას და როგორ ამცირებენ და ასე ვთქვათ ღირსებას ულახავენ ხო ამ ადამიანებს. თან ეხა ისიც მართლა აი აღსანიშნავი არის რომ 300 ლარი არის ამ ადამიანების ხელფასი მაშინ როცა მაგალითად ქართული ოცნების დეპუტატების ხელფასი პარლამენტში არის 10000 ლარი. მერების ხელფასი არის 6-7-8000 ლარი. ანუ დაუჯერებელი დისპროპორცია არის თან თუ შევადარებთ იმას რომ ეს ჩინოვნიკები ქართული ოცნების საერთოდ არ არიან ასე ვთქვათ განწყობილი იმისთვის რომ რაიმე ამ ხალხს კეთილდღეობა მოუტანონ. ერთის უნდა დავამატო რომ მაგალითად რეგიონებში თავარი შემოსავლის წყარო საბოლოო ჯამში არის ერთი რომ ხელის დასაქმება საჯარო სექტორში და ჩვენ ვიცით რომ აქაც ძალიან გაბერილია შტატები და ამ ადამიანებს ასე ვთქვათ გამდიდრება არ უწერიეთ საჯარო სექტორში დასაქმებით არასდროს და მეორე დიდი შემოსავლის წყარო არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. და ჩვენ კარგად ვიცით რომ თავარი ასე ვთქვათ შემოსავლის წყარო და თავარი გზავნილების წყარო საქართველოში უცხოეთიდან ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. მაგალითად 2023 წელს დაახლოებით 1.3 იყო გზავნილი ევროკავშირიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილები, ხოლო ამერიკიდან 500 მილიონი. 2024 წელს 600 მილიონი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 1.5 მილიარდი იყო ევროკავშირიდან. ანუ ეს არის სრულიად მზარდი რაოდენობა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოედინება სწორედ რეგიონებში და ამით ხეირობს ეს ხალხი და ამით ცხოვრობს. რეგიონი ამ ხრივ ძალიან გამორჩეულია ხო? რა ვიცი, მართლა ქუჩაზე რო გაიხედო ნების რომელიმე იმერულ ქალაქში ნახევარი ქუჩა ქალები განსაკუთრებით წასულები არიან უცხოეთში სამუშაოდ და გზავნიან. აბსოლუტურად. აქ ქალების წასვლასთან ერთად ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის მოცემამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა რომ ახალგაზრდები მიდიან სეზონურ სამუშაოებზე ზაფხულში 3-4 თვე და ეს ხალხი ასე ვთქვათ ამით არჩენს ოჯახს შემდეგი წლები ცხოვრობენ აი ამ სამ თვეში აღებული ხელფასით ხო და ეს უკვე გახდა ძალიან გავრცელებული აი ჩემი მეზობლებიც კი ხა შემიძლია ჩამოვთვალო ძალიან ბევრი არის წასული ამ პროგრამით რაც მაგალითად გაჩერდება იმ პირობებში თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდება და ჩვენ კარგად ვიცით რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ რაღაცნაირად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს ხო კობახიძის განცხადება გვახსოვს რომ მერე რა მოხდა ვიზის რიგში ჩადგებიან განსხვავება კი არ არის არაფერი როგორ არის განსხვავება არის დრამატული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ საქართველოს რეგიონებს მისცა შვება ერთის მხრივ შესაძლოა გაიზარდა ეს დროებითი მიგრაცია და ეს ხალხი რამდენიმე თვით მიდის სამუშაოდ მაგრამ ეს ხალხი იქ მერე რაღაცა შემოსავლას იღებს ბრუნდება და აქ ოჯახებს არჩენს და ეხლა ჩვენ გვართ საფრთხის წინაშე რომ ეს ყველაფერი საერთოდ გაქრეს იმიტომ რომ ქართული ოცნება არის რაღაცა გაუგებარი მიმართულებით მიედინება საგარეო პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილი არის პარანოიაში ითხოვს მისი ფულის დაბრუნებას, რომელიც საერთოდ ვერ გავიგეთ, საიდან არის ეს ფული, ან ვის ედავება, ან ვისი ბრალია, რომ მან ეს ფული დაკარგა და ამით უნდა დაზარალდეს საქართველოს, ასე ვთქვათ, რეგიონები და საქართველოს მოსახლეობა განუზომლად. ხო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს რეგიონებში ოფიციალურად ცხოვრობს 600,000 სოციალურად დაუცველი. ან უდიდესი ნაწილი რა თქმა უნდა საქართველოს რეგიონებში ცხოვრობს და ეს არის განუზომლად დიდი რაოდენობა. ამაზე ორჯერ მეტი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ითხოვს საარსებო შემწეობას. ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი არის უკიდურესად ყარიმი. და ამ ყველაფერს აღმოფხრას ის კი არ ეხმარება, რომ ქართული ოცნება რაღაცა ფიქტიური დასაქმების პროგრამას აარსებს, რითაც მე ამ ხალხს ღირსებას აყრის და შეურაცხყოფას აყენებს იმით, რომ მათ პარტიულ ღონისძიებებში რთავს. არამედ ის, რომ აქ რაღაცა კერძო ინვესტიცია შემოვიდეს, ეს არის გამოსავალი. ის, რომ ევროკავშირთან მეტად დავახლოვდეთ და რაღაცნაირად გაიზარდოს ამ ქვეყანაში დაინტერესება უცხოური ინვესტორების, რაც ჩვენ ხედავთ, რომ არ ხდება და არც უჩანს პირი, რომ ოდესმე მოხდება, სანამ ქართული ოცნება იქნება. ამიტომაც არის ქართული ოცნება ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უდიდესი საფრთხე და შეუთავსებელი აბსოლუტურად საქართველოს განვითარებისთვის საბოლოო ჯამში. მადლობა ძალიან დიდი.